როცა მიხვდეს გძლად ყოფნა უცხო თემსა და მიწებსა, შარბათიც ქონდეს სასმელად, ნაღველად აღმოიწევსა. ეს სტრიქონები არჩილ მეორეს ეკუთვნის, პირველ ქართველ მეფეს, რომელსაც ისტორიული ძნელბედობის ჟამს 1687 წელს ოჯახითა და ამალით რუსეთს მოუხდა გადახვეწა. მანვე ჩაუყარა საფუძველი ქართულ კოლონიას რუსეთში. სამფლობელოდ კი ჰქონდა ტერიშჩევსკი, ბელგოროდი, ფსესვიატსკოე, ლისკოვო. მეფე არჩილსა ზრახავდნენ, სხვა თემს რომ იყო მვლელია. წერდა ვახტანგ მეექვსე. მაგრამ ბედის ირონიით, თითქმის 4 ათეული წლის შემდეგ თავადაც იძულებული შეიქმნა რუსეთის იმპერატორის კარზე ეძებნა თავშესაფარი ოჯახთან და 1200 კაციან ამალასთან ერთად. პეტრე პირველმა იმის ნაცვლად, რომ ტახტის დაბრუნებაში დახმარებოდა, ქართველ მეფეს სიგელ გუჯრებით მამულები უბოძა. ასე გადაიქცნენ ბაგრატოვანთა შთამომავალნი რუსეთის მსხვილ მემამულეებად. ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთს შეუერთდა, ქართველ მეფეთა და მათ დიდებულთა შთამომავლობა მთელს რუსეთში გაიფანტა. სწორედ ამ პერიოდში იქცა ქართველ წარჩინებულთა საძვალედ ცნობილი დონის მონასტერი. მართალია ჩვენი საუკუნის 20-30-იან წლებში აქ ყველაფერი განადგურდა, მაგრამ 1993 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ბევრ ამას მოჰფინა ნათელი. აღმოჩენილი იქნა არჩილ მეფისა და ვახტანგ მეექვსის მეუღლეთა და შთამომავალთა სამარხები. რელიქვიური მნიშვნელობის მრავალი მატერიალური კულტურის ძეგლი, მათ შორის გიორგი და ბაქარ ბატონიშვილების ჯილდოები, ანდრია პირველ წოდებულისა და ალექსანდრე ნეველის ორდენის ვარსკვლავები. რუსეთში მოღვაწე ქართველები პირობითად ორ ჯგუფად იყოფიან. ერთნი სამშობლოდან მოშორებითაც ქართულ კულტურას ემსახურებიან და ქართულ საქმეს აკეთებენ. მეორენი უკვე რუსეთის საზოგადო მოღვაწენი გახდნენ და იმპერიის ტახტის სადიდებლად იღწვიან. განსხვავებული პიროვნება გახდათ თავადი გიორგი ალექსანდრეძე გრუზინსკი, შვილთა შვილი ვახტანგ მეექვსისა, ძე ალექსანდრე ბაგრატიონისა და პეტრე დიდის თანამებრძოლის შვილიშვილის დარია მესჩიკოვას. მამამისი ალექსანდრე ბაგრატიონი 17 წელი ებრძოდა ერეკლე მეორეს, ტახტის დაბრუნებას ლამობდა, მაგრამ დამარცხებული რუსეთს დაუბრუნდა და სმოლენსკში გარდაიცვალა. გიორგი გრუზინსკი მამა პაპათაგან განსხვავებით ადრევე განერიდა ყოველგვარ პოლიტიკურ ბრძოლებს. მაიორის ჩინით გავიდა თადარიგში და სოფელ ლისკოვოში დასახლდა, რომელიც მამამისმა მემკვიდრეობით მიიღო არჩილ მეფის ქალიშვილის დარეჯანისაგან. გიორგი გრუზინსკი განათლებული, შრომისმოყვარე და ჭკვიანი მემამულე იყო. ლისკოვო, თავად გრუზინსკის დედაქალაქი, ბევრად აღემატება მაკარის ქალაქს, ცხოვრებთა რიცხვითაც, ეკლესიების რაოდენობითაც და ფართო ქუჩებზე განლაგებული ქვის სახლებითაც. სოფელი, სადაც არის ბიბლიოთეკა, კლუბი, სასწავლებელი, აფთიაკი, ექიმი, საავადმყოფო, სარდაფები, შამპანური და მოდების მაღაზია. აღტაცებას ვერ მალავდნენ მაშინდელი მოგზაურნი. მისი კარ-მიდამო რასტრელის პროექტის მიხედვით იქნა აგებული. კვადრატული ეზოს ცენტრში აღმართული 5 გუმბათიანი ეკლესია
რომელსაც 4 კუთხით სხვადასხვა დანიშნულების შენობები ერტყა და უზარმაზარ პარკში აგებული სასახლე დიდებულ არქიტექტურულ ანსამბლს ქმნიდნენ. წელს გიორგი გრუზინსკი გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, მაგრამ 3 წლის შემდეგ პავლე პირველმა ეს თანამდებობა დაატოვებინა. 1807 წელს იგი ხელახლა აირჩიეს ამ თანამდებობაზე, რომელზეც მან 21 წელი დაჰყო, თუმცა არჩევნები ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. გიორგი გრუზინსკის შთამომავალთაგან მხოლოდ 2 პიროვნების სახება შემოგვინახა დრომ. ესაა მისი ქალიშვილი ანა ტოლსტაია და მისი დისწული, ცნობილი დეკაბრისტი სერგეი ტრუბეცკოი. 1946 წელს პროფესორმა თორნიკე ჭყონიამ გორკისა და ლისკოვოს მუზეუმებში მოიკვლია და საქართველოს დაუბრუნა გიორგი გრუზინსკის მემკვიდრეობიდან გადარჩენილი რელიკვიები. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ამავე საგანძურში ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი ვაზისა, მისივე თმებით შეკრული. სწორედ ეს ჯვარი მიართვა ვახტანგის შვილთაშვილმა გიორგი გრუზინსკიმ საჩუქრად ალექსანდრე პირველს მეფედ კურთხევის ცერემონიალზე. წმინდა ნინოს ჯვარი ქართულ სალოცავს 1802 წელს დაუბრუნეს. მაშინ, როდესაც ქართველი თავადაზნაურობა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცეს. დღეს ბევრმა არც კი იცის, რატომ ქვია ამ ქუჩას გრუზინსკაია. გაივლია თანამედროვე ქუჩებს და არ შეიძლება არ შემოგესმას საუკუნეთა სიღრმიდან გოდებასავით აღმოხდენილი სტრიქონები. რანი და მოვაკანი და სახლი და კარი, ბანი და გათავდა ყოვლი წერილი, ბანი და განი და ვიარე ყოვლი ქვეყანა, სიგრძე და სივრცე, განი და ვერა მისმედი, დავყარე ძმა და დანი და ხორცსა მრავალი დავაკლე, სულს მივეც იქი რჯანი და ვაი, საჯეს უბრალოდ არ მომცეს მე აჯანი და